მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მართალია დაუგეგმავი ლაივი მაქვს, თუმცა იმდენად ძალიან საყვარელი და ბევრი ახალი გამომწერი დამემატა, აუცილებლად მინდა მათ მიუძღვნა ეს ლაივი და არა მარტო მათ, ყოველთვის საინტერესო იქნება. მოკლე ჩართვა მექნება იმისათვის, რომ რაც მთავარია და მნიშვნელოვანი ის გზავნილები აიღოთ, გაითავისოთ და გაიაზროთ. რა შეეხება დღევანდელ თემა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, ახალ გამომწერებს, მადლობა სივრცეში და ჯგუფში, რომ ძალიან თბილ, ასე ვთქვათ, და სანდო შვიდ ენერგეტიკას ქმნით, რომ მომენდეთ და ყველა არის თითოეული მათგანი რაღაცა ისეთი ძალიან კარგი განწყობით და ძალიან ისეთი სიმშვიდეს, რაც რა თქმა უნდა ის მიუთითებს ჩემს შინაგან მდგომარეობაზე და მადლობა ყველას, ვინც ასე ვთქვათ, მომენდეთ და მომყვებით. ძალიან კარგია, რომ დაინტერესებული ხართ ფსიქოლოგით, ვიცით ყველამ, რომ ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ადამიანისთვის ფსიქოლოგია ცოტა ჯერ ძალიან ისე შორს დგას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად თან თუ მეტეს, როდესაც ესეთი, ასე ვთქვათ, დიდი გაშლილი ინტერნეტ სივრცეა და ყველა რაღაცნაირად დიდი ინფორმაცია და ასე ვთქვათ, ურთიერთქმედება მიმდინარეობს, ხო? არც თუ ისე ზოგჯერ სახარბიელო არის, ასე ვთქვათ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ბულინგის თემა და ესეც რომ არ იყოს, ფსიქოლოგია არის ის, რაც ეხმარება ადამიანს შეინარჩუნოს და გააძლიეროს და გაამყაროს თავისი აზროვნება, მიმართოს კეთილი ფიქრებისკენ, პოზიტივისკენ, პოზიტიური აზროვნება გაამყაროს საკუთარ თავში, რაც უპირობოდ ეხმარება, რომ იყოს ადამიანი მენტალურად, ფიზიკურად და ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად ჯანმრთელი და ჯანსაღი. თუ ჩვენ ჩვენში ამ დადების და სიკეთეს არ გავაძლიერებთ, არ გვეყოფა, არც ერთ ადამიანს არ ეყოფა, რომ იყოს შინაგანად ძლიერი და აკეთოს და შექმნას თავის ცხოვრებაში ის, რაც მას სურს. და იქამდეც უნდა მივიდეს ზოგიერთი ადამიანი თუ გაიგოს თუ რა სურს, ხო? და ზუსტად ეს საკუთარი თავში ჩაღრმავება, გააზრება, ფსიქოლოგია ზუსტად ამაში გვეხმარება. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ